შევიყო ამ ხელა კამერების წინ ასეთ პროცესი გადაიდო 18 რიცხვისთვის მანამდე მოპასუხე კახა კუკავა არა ორაზროვნად მოუხდის საჯაროდ ბოდიშს ლელი იაშვილს პროცესზე ახლა ტელევიზიებს მოიწვევს ხვალ და ბოდის სიხდის. ეს იყო ჩემი მთავარი, მე 20,000 და 50,000-აც მიღებს, იმიტომ რომ კამერების წინ მივიღე ეს შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი გაკეთდა პრეზიდენტის სურათს ვხედი და ურნებიდან ავკრიფე. ეხლაც რომ გააკრან, კიდე ავკრიფა. დემოკრატიაშვილო. შენ აკრავ ხო, მე ვხევ, რას ვაშავებ მითხარი. არ უნდა გავლანძღულიყავი, ეხლა ხვდება კახამობს აღელვების ნიადაგზე მომივიდა. მოსარჩენი მხარე ითხოვდა 20,000 ლარს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის და ასევე ითხოვდა საჯაროდ ბოდიშის მოხდას. პროცესი გრძელდება, როგორც მოგახსენეთ, კახა გააკეთებს განცხადებას ხვალ და შემდგომ მოსარჩენი მხარემ უნდა გადაწყვიტოს, ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს ამ საკითხებზე დავას. ბატონი კახა კუკავა ბოდიშს მოუხდის ქალბატონს, როგორც ქართველი მამაკაცი ქალთვალ მანდილოსანს.